დინოზავრების ეპოქაში არსებობდა ისეთი უცნაური ცხოველები, რომლებსაც შეხედავდი, იფიქრებდი, რომ ფილმებიდან ან ვიდეო თამაშებიდან არიან. მაგრამ სინამდვილეში ისინი მართლაც არსებობდნენ ჩვენ სამყაროში. ამ ვიდეოში ვისაუბროთ ყველაზე უცნაურ პრეისტორიულ ცხოველებზე, რომლებიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 12 კეცალკოატლუსი. წარმოიდგინეთ ცხოველი, რომელიც თითქმის ჟირაფის სიმაღლისაა, მაგრამ ასევე შეუძლია ფრენა. ეს არის კეცალკოატლუსი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მფრინავი ცხოველი, რომელიც დედამიწაზე არსებობდა. მისი ნამარხები ტეხასში აღმოაჩინეს 1970-იან წლებში. მეცნიერების თქმით, მისი ფრთების სიგრძე 30 ფუტზე მეტია. ეს უფრო ფართოა ვიდრე ზოგიერთი პატარა თვითმფრინავი დღეს, მაგრამ რაც უფრო გასაოცარია, ის ჩვეულებრივ ფრინველს არ გავს. მას გრძელი კისერი აქვს, ასევე გრძელი მისკარტი და მას კბილები არ აქვს. მისი სხეული გამხდარი და მსუბუქია, ხოლო ფრთები ღამურას ასკავს. ისინი თხელტანითაა დაფარული და არა ბუმბულით. თუ დააკვირდები, ის ჟირაფის, ფრინველისა და დრაკონის ნაზავს გავს. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია, მაინც შეუძლია ფრენა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მეცნიერების თქმით, მას ასევე შეუძლია კარგად სიარული ხმელეთზე. ის არ ხოხავს როგორც ჩვეულებრივი ხვლიკი. რადგან მისი ფეხები სწორად დგას, მისი მოძრაობა უფრო მოწესრიგებულია სიარულისას. ეს ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ცაში არ დაფრინავს. ასევე შეუძლია ხმელეთზე გადაადგილება, როცა საკვებს ეძებს. და წარმოიდგინე, ეს წამით ცხოველი, რომელიც თითქმის ჟირაფის სიმაღლისაა, მერე უცებ შენს წინ დაფრინავს. დღემდე ჯერ კიდევ არ არსებობს კეცალკოატლუსის სრული ჩონჩხი. ამიტომ მეცნიერები რამდენიმე საკითხზე კვლავაც დაობენ, მაგალითად, მისი ზუსტი წონა და ნადირობის მეთოდი. მაგრამ ერთი რამ ცხადია. ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და წარმოუდგენელი არსებაა, რომელიც დინოზავრების ეპოქაში არსებობდა. ნომერი 11. ტერეზინოზავრი. თუ არსებობს დობს დინოზავრი, რომელიც სხვადასხვა ცხოველისგანაა თითქოს აწყობილი, სწორედ ეს არის. პირველი შეხედვიდან მისი გარეგნობა უცნაურია. გრძელი კისერი, პატარა თავი, დიდი მუცელი. და ყველაზე მთავარი, ძალიან გრძელი ბრჭყალები აქვს. ტერეზინოზავრის თითოეული ბრჭყალი თითქმის 1 მეტრის სიგრძისაა. ეს გავს გიგანტურ ნამგალს, რომელიც მის ხელზეა მიმაგრებული. მართალია თქვა, როცა პირველად დაინახავ ამ დინოზავრს, შეიძლება იფიქრო, რომ ის ძალიან საშიში მტაცებელია. მაგრამ გასაკვირია, რომ შესაძლოა ის ხოდ მცენარეებით იკვებებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის იმავე ჯგუფს მიეკუთვნება, როგორც ხორცის ჭამელი დინოზავრები, მაგალითად დი-რექსი, მისი ევოლუცია სხვანაირად წარიმართა. იმის ნაცვლად, რომ გამხდარიყო სასტიკი მონადირე, მას გაუჩნდა გრძელი კისერი და დიდი მუცელი, რაც უფრო შესაფერისია ფოთლებისა და მცენარეების საჭმელად. მეცნიერების თქმით, ის შესაძლოა იყენებდა თავის გრძელ ბრჭყალებს, რათა ჩამოეცია ხეების ტოტები და მიეღწია საკვებისთვის. მაგრამ როდესაც პირველად აღმოაჩინეს მისი ნამარხები, მეცნიერები მართლაც დაბნეულები იყვნენ, რადგან მისი ბრჭყალები ძალიან გრძელი იყო. მათ მაშინვე ვერ დაადგინეს, რა სახის ცხოველი აღმოაჩინეს, რადგან ის ჩვეულებრივ დინოზავრს არ გავდა. ის გავდა გიგანტური ფრინველის, ზარმაცას და მონსტრის ნაზავს. დროთა განმავლობაში, როდესაც მეტი ნამარხი აღმოაჩინეს, მხოლოდ შემდეგ დაიწყო მისი ნამდვილი სახის ნელ-ნელა აღდგენა. და რაც უფრო მეტ სწავლობდნენ მასზე მეცნიერები, მით უფრო ხვდებოდნენ, რამდენად უნიკალური იყო იგი. ყველა აღმოჩენილ დინოზავრს შორის, ტერეზინოზავრი ერთ-ერთი ყველაზე მოუხერხებელი და უცნაური გარეგნობის მქონე იყო მთელ პრეისტორიულ სამყაროში. ნომერი 10. დეინოქეირუს. ერთი შეხედვით ეს დინოზავრი თითქოს არასწორად იყო აწყობილი. თითქოს სხვადასხვა ცხოველის სხვადასხვა ნაწილი ჰქონდა მიერთებული. მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერებმა მხოლოდ ერთი რამ იცოდნენ მის შესახებ: მისი უზარმაზარი ხელები. როდესაც პირველად აღმოაჩინეს მისი ნამარხები, მხოლოდ 2 გიგანტური ხელი იყო ნაპოვნი. და რადგან მისი კლანჭები ძალიან გრძელი და დიდი იყო, ბევრი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლება ძალიან საშიში მტაცებელი ყოფილიყო. მაგრამ დროთა განმავლობაში, მეტი ნამარხის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო დეინოქეირუსის ნამდვილი რეალური სახის აღდგენა. და აღმოჩნდა, რომ ის მართლა ძალიან უცნაური იყო. იმის ნაცვლად, რომ სწრაფი და საშიში მონადირე ყოფილიყო, როგორც სხვა თეროპოდ დინოზავრები, ის უფრო უცნაურ გიგანტურ ცხოველს გავდა, რომელიც იხვის, აკლემისა და დინოზავრის ნაზავი იყო. მას გრძელი ხელები ჰქონდა, ფართო ფეხები, დიდი და მძიმე ტანი. ზურგზე ჰქონდა ამობურცული ნაწილი, როგორც აკლემის კუზი, ხოლო თავი იხვის ნისკარტს გავდა. არც ისე სწრაფად მორბენალიც ჩანდა. მისი ფეხები მოკლე იყო სხეულთან შედარებით, ამიტომ მისი მოძრაობა უფრო მძიმე და მოუქნელი ჩაუქნელი ჩანდა.
მეცნიერების თქმით შესაძლებელია, რომ ის მხოლოდ ხორცს არ ჭამდა. არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ის მცენარეებსა და თევზსაც ჭამდა. ეს ნიშნავს, რომ ის ხოვლისჭამელი იყო. ამიტომაც ჰქონდა ასეთი უცნაური სხეული. მისი ხელები, დიდი მუცელი და უცნაური ნისკარტი, შესაძლოა მის კვების ცესს შეესაბამებოდა. სანამ პალეონტოლოგები უფრო მეტად იკვლევენ ამ დინოზავრს, უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ მისი სხეული თითქმის ყველა ნაწილი უცნაურია. ხელები ძალიან დიდია, ფეხები კი ზედმეტად განიერი. ზურგი მაღალია, რადგან ხერხემალზე გრძელი ძვლებია, ხოლო თავი თითქოს არ შეესაბამება დანარჩენ სხეულს. მართლა გავს დინოზავრების სამყაროს ექსპერიმენტულ ვერსიას. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დინოზავრია, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინა. ნომერი 9 ამარგასავრუსი. თუ შორიდან შეხედაო, ჩვეულებრივ გრძელკისერა დინოზავრს გავს. მაგრამ როცა მის ხელს დააკვირდები, სწორედ მაშინ იწყება ყველაფერი უცნაური. მისი კისრის უკანა მხარეს ორი რიგი გრძელი ეკლებია, რომლებიც ზემოთ არის წამოწეული. გავს დინოზავრს, რომელსაც უზარმაზარი ეკლები აქვს კისერზე. მეცნიერების თქმით, ეს ეკლები თავად მისი ხერხემლის ძვლის ნაწილია. ეს ეკლები ნამდვილად არსებობს და არ არის გამოგონილი. რაც დღემდე უცნობია, ეს არის ის თუ როგორი იყო კანი ამ ეკლებს შორის, როცა ცხოველი ცოცხალი იყო. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეკლებს შორის შეიძლება თხელი კანის გარსი იყო, ხოლო სხვები მიიჩნევენ, რომ ეკლები უფრო მეტად ღია იყო. მაგრამ რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს სწორი, ერთი რამ ცხადია, მისი კისერი ძალიან განსხვავებულად გამოიყურება. უმეტესობა გრძელკისერა დინოზავრებისა საკმაოდ მარტივად გამოიყურება. გრძელი კისერი, გრძელი კუდი, დიდი ტანი. მაგრამ ამარგასავრუსს თითქოს ბუნებრივი ჯავშანი აქვს კისერზე. ამის გამო მისი გარეგნობა უფრო მრისხანე და დრამატულია სხვა მცენარე ჭამია დინოზავრებთან შედარებით. და მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზაურბოდ დინოზავრი არ არის, მისი განსხვავებული კისრის გამო მისი გარეგნობა ადვილად დასამახსოვრებელია. სიამდვილეს თუნდაც მხოლოდ სილუეტი დაინახო, ძნელია ის ჩვეულებრივ დინოზავრად მიიჩნია. ნომერი 8 ნიგერსავრუსი. ეს არის დინოზავრი, რომელსაც პრეისტორიულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პირი ჰქონდა. პირველ შეხედვაზე ის ჩვეულებრივ გრძელკისერა დინოზავრს გავს, მაგრამ როცა მის თავს ნახავ, შენი შეხედულება მაშინვე შეიცვლება. მისი პირი ძალიან ფართოა და სავსეა პატარა კბილებით ქვედა კბის წინა ნაწილში. მეცნიერების თქმით, მას გაცილებით მეტი კბილი ჰქონდა, ვიდრე უმეტეს დინოზავრს. და რაც უფრო უცნაურია, მას ახალი კბილებიც ჰქონდა, მომზადებული იმ კბილების უკან, რომლებსაც ამჟამად იყენებდა. ეს ნიშნავს, რომ როცა მისი კბილები ცვდება ან ზიანდება, ისინი სწრაფად იცვლება. თითქოს კბილების კონვეიერის სარტყელია. ამიტომ მას ხშირად ადარებენ თვერსასრუტს. მაგრამ მისი პირის ნამდვილი დანიშნულება ისაა, რომ სწრაფად შეჭამოს მიწასთან ახლოს არსებული მცენარეები. ეს არ გავს სხვა გრძელკისერა დინოზავრებს, რომლებიც მაღალ ხეებს ცვდებიან. მეცნიერების კვლევის მიხედვით, ხშირად ფავი დაბლა აქვს დახრილი, როცა საკვებს ეძებს. ამიტომ მაღლა ყურების ნაცვლად ხშირად მიწაზეა მიმართული მისი მზერა. და რადგან მისი თავის ქალა ძალიან მსუბუქი და თხელია, კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება. თითქოს თავი ძალიან პატარა და ნაზია მისი დიდი სხეულისთვის. და ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ნიგერსავრუსის დამახსოვრება ადვილია. მისი სხეული ჩვეულებრივი საუროპოდის დინოზავრს გავს. მაგრამ მისი სახე თითქოს სპეციალური სამუშაოსთვის არის შექმნილი. დაბალი მცენარეების სწრაფად ჭამა მთელი დღის განმავლობაში. ნომერი 7 კოსმოსერატოპსი. ბევრი რქიანი დინოზავრია, მაგრამ კოსმოსერატოპს თითქოს ზედმეტი აქვს. როცა მის თავს უყურებ, თითქმის არც ერთი თავისუფალი ადგილი არ ჩანს. იმიტომ რომ სავსეა რქებით, მრუდებით და ბასრი ძვლებით. იმდენი დეკორაცია აქვს თავზე, ის უფრო ფანტასტიკური ფილმის არსებას გავს, ვიდრე ნამდვილ დინოზავრს. ეს დინოზავრი იუტაში, შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. ის ეკუთვნის იგივე ჯგუფს, როგორც ტრიცერატოპსი, მაგრამ მისი გარეგნობა უფრო უჩვეულოა, ვიდრე უფრო ცნობილ რქიან დინოზავრებს. მას აქვს რქა თვალის ზემოთ, ფრილის, ანუ თავის უკანა დიდი ფირფიტის, გვერდებზე გამოშვერილი ძვლები აქვს. და მის თავზე უბრალო ფორმის ნაცვლად სავსეა მრუდეებითა და ბასრი ნაწილებით. სინამდვილეში თუ მხოლოდ სილუეტს შეხედავ, ძალიან რთულ ნიღაბს გავს. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ადვილია ამ დინოზავრის დამახსოვრება. რადგან უმეტეს რქიან დინოზავრს მხოლოდ ერთი ან ორი რქა აქვს, რაც ყველაზე ფალშისაცემია. მაგრამ კოსმოსერატოპსთან თავის თითქმის ყველა ნაწილს საკუთარი დეკორაცია აქვს. მეცნიერების თქმით, შესაძლებელია, რომ მათი უმეტესობა არც ბრძოლისა და არც თავდაცვისთვის იყო განკუთვნილი. შეიძლება ეს უცნაური თავი სხვა მიზნით იყენებდნენ. სხვა დინოზავრებისთვის საკუთარი სახეობის ამოცნობისთვის, პარტნიორის მოსაზიდად, ან ჯგუფის სხვა წევრებზე დომინირების საჩვენებლად. ზუსტად ისე, როგორც თანამედროვე ცხოველები იყენებენ ფერად ბუმბულს ან დიდ რქებს,
რომ თავი წარმოაჩინან, თავი გამოიჩინან. ეს ნიშნავს მისი უჩვეულოდ განსხვავებული თავი სავარაუდოდ ამ დინოზავრის სოციალური ცხოვრების ნაწილი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არსებობს დეტალები, რომლებიც ზუსტად არ ვიცით, მაგალითად კანის და რქების საფარის ზუსტი სახე, როცა ის ცოცხალი იყო, ფოსილებიდან მაინც ნათლად ჩანს, რომ მას ერთ-ერთი ყველაზე რთული თავი ჰქონდა დინოზავრების სამყაროში. თუ კარგად დააკვირდებით, თითქოს ევოლუციამ სცადა, რომ რქიანი დინოზავრი განსაკუთრებულად გამორჩეული გაეხადა. მეექვსე ნომერი. იუჩი. ეს დინოზავრი ისეთი იყო, რომ თითქოს ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ მართლა არსებობდა. რადგან პირველად რო ჩინეთში აღმოაჩინეს, ბევრი მეცნიერი გაოცდა მისი უჩვეულო ფრთების გამო. უმეტესობა იმ დინოზავრებიდან, რომლებსაც ფრენა შეეძლოთ, დაკავშირებულია ფრინველებთან და ფრენისთვის ბუმბულს იყენებდნენ. მაგრამ იუჩი განსხვავებულია. მასაც ჰქონდა ბუმბული, მაგრამ მას ასევე ჰქონდა თხელი კანის მემბრანა, რომელიც ღამურას ფრთას ჰგავდა. ეს ნიშნავს, რომ თითქოს დინოზავრი, ფრინველი და ღამურა ერთ სხეულშია შერწყმული. ეს დინოზავრი ძალიან პატარა იყო, შედარებით სიაში არსებულ სხვებთან, მაგრამ ევოლუციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე უცნაური იყო. რადგან მაშინ, როცა სხვა დინოზავრები ნელ-ნელა ვითარდებოდნენ და თანამედროვე ფრინველებისკენ ვითარდებოდნენ, იუჩი თითქოს სხვა გზას ცდილობდა. ბუმბულის ფრთების ნაცვლად. მას გაუჩნდა უცნაური ძვალი მაჯასთან, რომელიც ეხმარებოდა მისი მემბრანული ფრთის მხარდაჭერაში. ამის გამო მისი გარეგნობა მართლაც განსხვავდებოდა ჩვეულებრივი დინოზავრებისგან. თითქოს ბუნების ექსპერიმენტი იყო. დღემდე მეცნიერები სწავლობენ, რამდენად კარგად შეეძლო მას ფრენა. ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ მას შესაძლოა არ შეეძლო ხანგრძლივი ფრენა ისე კარგად, როგორც თანამედროვე ფრინველებს. უფრო მეტად შეეფერებოდა ხიდან ხეზე გადასრიალება. თითქოს მფრინავი ციყვია, მაგრამ დინოზავრის ვერსია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მისი ფრენის ზუსტი მეთოდი ჯერ კიდევ უცნობია, ერთი რამ ცხადია, მისი გარეგნობა ძალიან განსხვავებული იყო. და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ აღმოჩენად ითვლება დინოზავრების პალეონტოლოგიაში. ნომერი 5. მიკრორაპტორი. როცა ამბობ დინოზავრს ფრთებით, ადამიანების უმეტესობას მაშინვე ორი ფრთა ახსენდება. მაგრამ მიკრორაპტორი განსხვავებულია, რადგან გარდა იმისა, რომ ფრთები აქვს ხელებზე, ფრთები აქვს ფეხებზეც. დიახ, 4 ფრთა. და სწორედ ამიტომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დინოზავრი, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მიკრორაპტორი პატარაა სხვა დინოზავრებთან შედარებით, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია იმის შესასწავლად, თუ როგორ დაიწყეს ფრენა ზოგმა პრეისტორიულმა ცხოველმა. ის ჩინეთში აღმოაჩინეს და მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ნამარხების მიხედვით მას ნამდვილად ჰქონდა გრძელი ბუმბულები, არა მხოლოდ წინაფეხებზე, არამედ უკანა ფეხებზეც. ეს ნიშნავს, რომ მისი გარეგნობა მხოლოდ მხატვრების გამოგონილი არ არის. მისი სხეული მართლაც უნიკალურია. თუ მის რეკონსტრუქციას დააკვირდები, პატარა რაპტორს გავს, რომელსაც დამატებითი ფრთების წყვილი აქვს. მას გრძელი კუდი აქვს, ბუმბულიანი ხელები, ბუმბულიანი ფეხები და მთელი მისი სხეული თითქოს ჰაერში სრიალისთვისაა შექმნილი, როცა ხეებზე ხტუნავს ან გადაადგილდება. კვლევების მიხედვით ის ალბათ არ დაფრინავდა ისე როგორც თანამედროვე ფრინველები. უფრო სავარაუდოა, რომ ის 4 ფრთას იყენებდა ერთი ხიდან მეორეზე გადასრიალებლად, როგორც ფრინავი ციყვი. მაგრამ ეს დინოზავრის ვერსია იყო. და მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, მაინც მტაცებელი იყო. არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ის ჭამდა პატარა ცხოველებს, მაგალითად ფრინველებს, თევზებს და პატარა ძუძუმწოვრებს. ასე რომ წარმოიდგინე ეს. პატარა დინოზავრი 4 ფრთით, რომელსაც შეეძლო ჰაერში სრიალი ნადირობისას. და რადგან მიკრორაპტორის ძალიან ბევრი ნამარხი აღმოაჩინეს, მეცნიერებს უფრო ზუსტად შეუძლიათ მისი ნამდვილი გარეგნობის განსაზღვრა, ვიდრე სხვა პრეისტორიულ ცხოველებთან შედარებით. ამიტომაც დღემდე ეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად ითვლება ფრენის ევოლუციასთან დაკავშირებით. რადგან მან აჩვენა, რომ დინოზავრების ეპოქაში ევოლუცია ბევრ უცნაურ ექსპერიმენტს ატარებდა, სანამ ჩამოყალიბდებოდა ის ფრინველები, რომლებიც დღეს ვიცით. ნომერი 4. ბაჰადასაურუსი. უკვე ბევრი გრძელკისერა დინოზავრი აღმოაჩინეს, მაგრამ ბაჰადასაურუსს თითქოს კისერზე ჩაშენებული იარაღი ჰქონდა. პირველი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მცენარი ჭამია დინოზავრს გავს. გრძელი კისერი, გრძელი კუდი, დიდი სხეული, მაგრამ როცა მის კისერს შეხედავ, იქიდან იწყება ყველაფერი უცნაური. რადგან მის კისერზე ზემოდან გრძელი ექლებია, რომლებიც წინ არის მიმართული. და ეს უბრალოდ გრძელი ექლები არ არის, ისინი მოღუნულია, თითქოს გიგანტური შუბები იყოს, რომლებიც სხეულის წინა მიმართულებით არის მიმართული. ის თითქოს ბუნებრივი ღობეა, რომელიც მის კისერზეა მიმაგრებული. ეს დინოზავრი არგენტინაში აღმოაჩინეს და მეცნიერების თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კისრის სტრუქტურაა მთელ დინოზავრების სამყაროში. უმეტესობა იმ დინოზავრების, რომლებსაც ეკლები აქვთ კისერზე, უკან არის მიმართული, მაგრამ ბაჰადასავრუსთან ისინი წინ არის მიმართული. ამიტომ უფრო საშიში და უცნაურია სანახავად. მთელი მისი კისერი თითქოს გაფრთხილების ნიშანია.
კვლევების მიხედვით შესაძლებელია მას მყარი საფარიც ჰქონოდა. მისი ეკლები, სანამ ის ცოცხალი იყო, დაფარული იყო, რადგან თუ მხოლოდ ძვალი იქნებოდა გამოშვერილი, ადვილად გატყდებოდა. ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლოა ეკლებს რქის მსგავსი საფარი ჰქონოდა, ან მყარი ფენა ეკლებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი კანის ზუსტი გარეგნობა ჯერ კიდევ უცნობია, ერთი რამ ნათელია. მისი კისერი ნამდვილად ძალიან უცნაური იყო. და რაც უფრო უცნაურია, მისი თავი საერთოდ არ იყო ძალიან დიდი. სინამდვილეში მისი სახე საკმაოდ წვრილი და პატარა იყო, დრამატულ კისერთან შედარებით. ამიტომ როცა მის მთელ სხეულს უყურებ, თავი თითქოს არ შეესაბამება დანარჩენ იერსახეს. წვრილი სახე გრძელი წვეტიანი წვერების უკან. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ადვილია პაჰადასაურუსის დამახსოვრება. რადგან ეს უბრალოდ გრძელკისერა დინოზავრი არ არის. თითქოს ევოლუციამ თავად შეცვალა მისი კისერი, რომ უფრო საშიშად გამოიყურებოდეს. და ის უფრო უცნაურია, ვიდრე სხვა მცენარეჭამია დინოზავრები. ნომერი 3. მასიაკასაურუსი. ბევრი მტაცებელი დინოზავრი არსებობს, რომლებსაც ბასრი კბილები აქვთ. მაგრამ მასიაკასაურუსს თითქოს არასწორად აქვს ამოსული კბილები. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ დინოზავრად მიიჩნევა, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მეცნიერებმა მისი ნამარხები მადაგასკარზე იპოვეს. ის პატარაა სხვა ტეროპოდ დინოზავრებთან შედარებით. მისი სხეულის სიგრძე დაახლოებით 1-2 მეტრამდეა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, სახე ძალიან უცნაური აქვს. იმიტომ რომ მისი წინა კბილები ზევით არ არის მიმართული როგორც ჩვეულებრივ დინოზავრებს. ამის ნაცვლად ისინი გარეთ და წინ არის მიმართული. მისი კბილები თითქოს წინ არის გამოშვერილი. როცა პირველად ნახავ მის თავის ქალას, მართლა გეგონება, რომ პირში რაღაც არასწორადაა. და ეს გამოშვერილობა შემთხვევითი ან დაზიანებული ნამარხი არ არის. როდესაც მეცნიერებმა უფრო მეტი სრულყოფილი ჩვენჩხი აღმოაჩინეს, კიდევ უფრო დაადასტურეს, რომ სწორედ ასეთი იყო მისი პირის ნამდვილი სახე. მისი წინა კბილები გრძელია, ბოლოები ოდნავ მოღუნულია და კაუჭივით გამოიყურება. რაც შეეხება უკანა კბილებს, უკანა კბილები უფრო ნორმალურად არის განლაგებული. ეს ნიშნავს, რომ წინა და უკანა კბილებს სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ. მეცნიერების თქმით, შესაძლოა წინა კბილებს იყენებდა პატარა ცხოველების სწრაფად დასაჭერად, შემდეგ კი უკანა კბილებს იყენებდა საკვების დასახევად. ამიტომაც მიიჩნევა, რომ ის იკვებებოდა პატარა ნადავლით, მაგალითად ხვლიკებით, პატარა ხერხემლიანებით და სხვა ადულად დასაჭერი ცხოველებით. გარდა უჩვეულო კბილებისა, მას გრძელი და დაბალი თავის ქალა ჰქონდა. თავი არც სქელი იყო და არც მძიმე. არა ისე, როგორც სხვა ხორცისჭამელი დინოზავრების შემთხვევაში, ამიტომაც უფრო მეტად შესამჩნევია წინ გამოშვერილი კბილები და რადგანაც მისი სხეულიც გამხდარია, თითქოს ვერაფერს მალავს და მისი უცნაური სახეც აშკარად ჩანს. მართალი რო ვთქვათ, როცა ამას დაინახავ, უფრო ექსპერიმენტულ არსებას გავს, ვიდრე ჩვეულებრივ მტაცებელს. თითქოს ევოლუციამ სცადა რაღაც ახალი. შექმნა უცნაური დიზაინი საკვების დასაჭერად და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კი ზოგიერთი დეტალი ბოლომდე დაზუსტებული არ არის, მაგალითად ზუსტად როგორი იყო მისი ტუჩები და ღრძილები სიცოცხლის დროს, ნამარხებში მაინც ნათლად ჩანს ყველაზე მნიშვნელოვანი რა. მართლა წინ არის მიმართული მისი კბილები და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც დღესაც კი მასიაკასაურუსი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პირის მქონე დინოზავრად ითვლება მთელ დინოზავრების სამყაროში. ნომერი 2. ჰალსკარაპტორი. როცა ამბობ რაპტორ დინოზავრს, უმეტესობას მაშინვე ახსენდება ველოცირაპტორი. სწრაფი, მტაცებელი, მოკლე კისრით. და სხეული, რომელიც მტაცებლის დევნისთვისაა დამკუთვნილი. მაგრამ ჰალსკარაპტორი თითქოს არ ეკუთვნის რაპტორების ჩვეულებრივ გარეგნობას. პირველ შეხედვაზე. უფრო მეტად გავს უცნაურ წყლის მოყვარულ ფრინველს, ვიდრე დინოზავრ მტაცებელს. ეს დინოზავრი მონღოლეთში აღმოაჩინეს და ის მაშინვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რაპტორებიდან, რაც მეცნიერებს უნახავთ. რადგან თითქმის მისი სხეულის ყოველი ნაწილი უჩვეულოა. მისი კისერი გრძელია, ასევე გრძელი და ცვრილია სახე, ხოლო პირი სავსეა წინა მხარეს პატარა კბილებით. გვერდიდან რომ შეხედავ. ის უფრო გედის, ნიანგისა და რაპტორის ნაზავს გავს. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბევრი მეცნიერი გაოცებული დარჩა. რადგან ეს ჩვეულებრივი რაპტორ დინოზავრების მსგავსი არ არის. უმეტესობა რაპტორებისა კომპაქტური ტანითა და მოკლე კისრით გამოირჩევა, მაგრამ ჰალსკარაპტორი კი. მისი კისერი გრძელია და თავი წინ არის გამოწეული, ამიტომ უფრო გავს ცხოველს, რომელიც წყალში საკვებს ეძებს. კვლევების მიხედვით, მის დინგსაც უცნაური აგებულება აქვს, რაც შესაძლოა ეხმარებოდა წყალში მოძრაობის შეგრძნებაში. ამიტომაც ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ის შესაძლოა ნახევრად წყლის ცხოველი იყო, ანუ ნაწილობრივ წყლის სიახლოვეს ცხოვრობდა. თითქოს მიწის მტაცებლისა და წყლის მონადირის კომბინაცია. მაგრამ დღემდე მაინც განიხილავენ, რამდენად იყო ის ადაპტირებული წყალში ცხოვრებისთვის. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ის სრულად წყლის მონადირი არ ყოფილა. მაგრამ არსებობს სხვა კვლევებიც, რომლებიც მხარს უჭერს იმ იდეას, რომ შესაძლოა მას ნამდვილად შეეძლო წყალში ნადირობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქცევა ჯერ კიდევ ბოლომდე დადასტურებული არ არის, ფოსილებიდან ერთი რამ მაინც ნათელია. მას ძალიან განსხვავებული სხეული ჰქონდა.
გრძელი კისერი, წვრილი თავი. მისი ხელები განსხვავდებოდა ჩვეულებრივი რაპტორის ხელებისგან. და მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა რაპტორების ოჯახის დამახასიათებელი ცნობილი ნამგლისებრი ბრჭყალი, მისი სხეულის თითქმის ყველა სხვა ნაწილი თითქოს სხვა სახეობის ცხოველს ეკუთვნის. სიმართლე რომ ვთქვათ, თუ ოდესმე ტბის პირას შეგხვდებოდა, შეიძლება მაშინვე არ გეფიქრა, რომ ეს რაპტორი დინოზავრია. უფრო გავს უცნაურ წყლის ფრინველს, რომელსაც კბილები და მომაკვდინებელი ბრჭყალები აქვს. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც იყო ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მტაცებელი დინოზავრების ეპოქაში. ნომერი 1. ეპიდექსიპტერიქსი. აუცილებელი არ არის იყო გიგანტური დინოზავრი, რომ უცნაურად გამოიყურებოდა. ეპიდექსიპტერიქსი პატარა იყო, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შესახედაობის მქონე დინოზავრია. პირველ შეხედვაზე ის გავს პატარა ბუმბულიან არსებას, რომელსაც ძალიან გრძელი კუდი აქვს. მაგრამ რაც უცნაურია, მისი გრძელი ბუმბულები კუდზე ფრენისთვის არ იყო განკუთვნილი. ისინი უბრალოდ საჩვენებლად ჰქონდა. თითქოს დეკორაცია იყოს. ეს დინოზავრი ჩინეთში აღმოაჩინეს და მეცნიერების თქმით ის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მტკიცებულებაა. რაც აჩვენებს, რომ ზოგმა დინოზავრმა ბუმბული ფრენისთვის კი არა, არამედ სილამაზისთვის, ან თავის საჩვენებლად დაიწყო გამოყენება. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც აქვს მას ასეთი უცნაური გარეგნობა. მას პატარა სხეული აქვს, გრძელი თითები და ბუმბული სხეულს. მაგრამ ყველაზე თვალშისემია მისი ძალიან გრძელი ლენტის მსგავსი ბუმბული კუდზე. ისე ჩანს, თითქოს ზურგზე გრძელი ლენტები აქვს ჩამოკიდებული და რადგან მას არ აქვს სრულყოფილი ფრენის ფრთები, როგორც თანამედროვე ფრინველს, მისი იერი კიდევ უფრო უცნაური გახდა, თითქოს ევოლუციამ სტილი ფრენაზე წინ დააყენა. მისი სახეც უჩვეულოა. პირში წინა მხარეს გრძელი კბილები აქვს, ხოლო კბის სხვა ნაწილებში თითქმის არ აქვს კბილები. ასე რომ როცა მას უყურებ, ის გავს პატარა ფრინველისა და უცნაური ქვეწარმავლის ნაზავს. და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კი მეცნიერებს ზუსტად არ იციან მისი ბუმბულის ფერი, ფოსილებიდანაც კი ნათლად ჩანს, რომ მისი კუდი მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. შესაძლებელია ის იყენებდა კუდს პარტნიორის მოსაზიდად ან სხვა ცხოველებისთვის საჩვენებლად. თითქოს იურული პერიოდის ფარშევანგია. და ეს არის მიზეზი, თუ რატო არის ეპიდექსიპტერიქსი განსაკუთრებული. რადგან მან აჩვენა, რომ ზოგიერთი დინოზავრი ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა, სანამ კარგად ფრენას შეძლებდა. ისინი უკვე იწყებდნენ დეკორატიული ბუმბულების განვითარებას საჩვენებლად და სოციალური ქცევისთვის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ევოლუცია დიდი ხანია ექსპერიმენტებს ატარებდა დინოზავრების გარეგნობას, სანამ თანამედროვე ფრინველები გაჩნდებოდა.